გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო. პირველ რიგში გილოცავთ კალანდობას, ძველით ახალ წელს, გისურვებთ საუკეთესო მიზნების და სურვილების ახდენას და ასრულებას. მაშასე, ეს არის ვიდეო თქვენთვის 2025 წლის მოვლენები. როგორი იქნება 2025 წელი თქვენთვის? განვიხილოთ მოკლედ და ზოგადად. კიდევ ერთხელ, რადგან დღეს ისეთი დღეა, მისტიური, შეიძლება რომ გამოვიყენოთ ეს შესანიშნავი პერიოდი და ვცადოთ ჩვენი მომავლის გაგება. მაშასე, ძვირფასებო, არაფერზე არ ვიფიქროთ, მოდუნდით და ვნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი პირველ რიგში, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ და გეხებათ თქვენ. ვინ ხართ თქვენ დღევანდელი მდგომარეობით? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ეყრდნობით თქვენს გონებას, ლოგიკას, გაქვთ რაციონალური აზროვნება. თქვენ იცით როგორ ხართ ახლა ამ მომენტში? თქვენს წინაშე არის ამოცანა, რაღაც ორს შორის. არის ორი წინადადება, რაც თქვენ გეჩვენებათ, რომ არის რისკი. შეიძლება ორ ადამიანს შორის, ან ორ რაღაც მნიშვნელოვან საკითხს შორის გაქვთ ახლა თითქოს ულტიმატუმი თქვენ საკუთარ თავთან. დაახლოებით ასეთი არის თქვენი აღწერილობა. ფინანსურად და კარიერულ კიბეზე, ვინც მუშაობთ, მიწევთ წინ, ხართ ძალიან კარგი თანამშრომელი, შეგიძლიათ ფინანსების მოზიდვა, ფინანსების საკითხები გესმით საკმაოდ კარგად. და თქვენს წინაშე დგას რაღაც საკითხი, რომელზეც არ ჩქარობთ ჯერ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტოთ. ფიქრობთ, რომ გამოხვიდეთ თუ არა კომფორტის ზონიდან. თუ ჯობია, რომ ცოტა მომავლისთვის გადადოთ ეს საკითხი და შემდეგ განეხილოთ და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. არ ჩქარობთ, ასე ვთქვათ, აირჩიოთ ან ერთი, ან მეორე, რაც დგას თქვენს ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, გამოწვევა. კარგით, დაახლოებით მაინც, ვინც ამოიცანით თქვენი თავი, ესე იგი ეს ვიდეო გეხებათ თქვენ და განაგრძეთ ნახვა. ვინც სრულიად სხვა ენერგიებში იმყოფებით და სხვა გამოწვევებით დგას თქვენს წინაშე ცხოვრების, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე. კარგით, ვინც ამოიცანით საკუთარი თავი, ვნახოთ თქვენთვის 2025 წელი რას გპირდებათ, რას მოგიტანთ ეს წელი თქვენ. თქვენ მოგეცემათ არჩევანი, ძვირფასებო, მართლაც გარდა იმისა, ახლა რაც ვახსენე, ორ საკითხს შორის, ან ორ ადამიანს შორის არჩევანი, უფრო მეტი არჩევანი საშუალებას მოგცემთ 2025 წელი. თქვენ წინ წახვალთ უფრო კარიერაში, უფრო გაიმყარებთ თქვენს პოზიციებს, უფრო მეტი ფინანსები შემოგდით და ის საკითხები, რაშიც ვერ ყალიბდებოდით, რომ რა გერჩიათ, რა გაგაკეთებინათ, 2025 წელს მყარად, თავდაჯერებული მიდიხართ და აგვარებთ ასეთ საკითხებს, რაც იყო, ასე ვთქვათ, საყოყმანო. კიდევ რას გვერდებათ 2025 წელით? ახლა ფინანსები არის დიდი დოზით, ძვირფასებო. ფინანსური კუთხით აიხდენთ თქვენს სურვილებს და თქვენს ოცნებებს. შემოდის ფინანსები დიდი დოზით თქვენს ცხოვრებაში და თქვენი ასე ვთქვათ, ეცეთ როგორ არის, თქვენი
გამოცდილების ხარჯაზე ხდებით უფრო მომთმენი ადამიანი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე და ასევე სხვებზე, თქვენ სიტყვას ეძლევა სხვაგვარი ძალა, სიმტკიცე და ის გამოცდილება, რაც მოგცათ 2024 წელმა ან წინა წლებმა 2025 წელს იმ გამოცდილებას ასე ვთქვათ გამოიყენებთ იმისათვის, რათა მეტად გაძლიერდეთ და რათა ააშენოთ ასე ვთქვათ თქვენი იმპერია. აი ამისთვის წარსულში იყო შეიძლება ითქვას ცეთ რა ხალატი, ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით არ გაიგოთ ეს ხალატი. ეს არის, როდესაც თქვენ მოელოდით ადამიანისგან ან ადამიანებისგან გარკვეულ ქმედებას ამ მხარდაჭერას და ვერ მიიღეთ. აი ასეთ ხალატზეა საუბარი. ეს რჩება წარსულში და ეს არასოდეს აღარ განმეორდება თქვენ ცხოვრებაში. თქვენ თავზე იღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენ ცხოვრებაში არასოდეს არ შემოვიდეს სტრესი, დეპრესია და იმედგაცრუება. კარგით, კიდევ რას მოგიტანთ 2025 წელი თქვენ? შეხედათ წესებო, ეს გახლავთ მზე. უმაღლესი არკანი. 2025 წელი თქვენს ცხოვრებას გაანათებს, გააკაშკაშებს ისევე როგორც მზე ჩვენი galaktikis ვარსკვლავი ანათებს და აბწყინებს ჩვენს დედამიწას. აი ესე 2025 წელი ნათელს მოფენს თქვენს ცხოვრებაში გარკვეულ მოვლენებს, რომლებიც აქამდე რაღაც ბუნდოვანებით იყო მოცული, არ იცოდით მომავალი რას გპირდებოდათ იმ გაურკვეველ საკითხებში, ესეც საკითხებს მოეფინება ნათელი ძვირფასებო, შეგემატებათ მეტად თავდაჯერება საკუთარი თავის, შეიყვარებთ უფრო მეტად საკუთარ თავს და ასევე გარშემომყოფი ხალხი თქვენი რა სოციუმშიც თქვენ ბრძანდებით იქნება თქვენით აღფრთოვანებული, თქვენი მიღწევებით. კიდევ რას გპირდებათ 2025 წელი? კიდევ ძვირფასებო თქვენ ახალ ციკლს ხსნით, ასევე თქვენ ცხოვრებაში ის პერიოდი, როდესაც თქვენ გიწევდათ გამკლავება რაღაც ბიერებასთან, ტყუილებთან, ინტრიგებთან, მანიპულაციასთან, რაღაც ბუნდოვან ხალხისგან, აი რომ ვერ გაიგებ, რატომ რისთვის აკეთებს ადამიანები ამას. ასეთი მოვლენებისგან ასე ვთქვათ, დაისვენებთ, რატომ? რადგან თქვენ ცხოვრებაში ეს აღარ განმეორდება. თქვენ გაიარეთ გრძელი ხანგრძლივი გზა, ასე ვთქვათ, დაწვით თქვენი ცუდი კარმა და ნამდვილად დაიმსახურეთ ის კომფორტი, რისი საშუალებაც მოგეცემათ 2025 წელს. ნახოთ კიდევ რა დაიმსახურეთ თქვენ რა ჯილდო? შეხედეთ ძვირფასებას არის სიყვარული. თქვენ დაიმსახურეთ სიყვარული, თქვენ დაიმსახურეთ კონსენსუსი, შეთანხმება, მოლაპარაკება სათქვენოდ ნებისმიერ საკითხებზე. სიყვარულს ეხება ეს, თანამშრომლობას ეხება, პარტნიორობას ბიზნესში დაუშვათ, ნებისმიერ საკითხში თქვენ იმსახურებთ სათანადო დაფასებას. კიდევ დიახ, ტრანსფორმაცია თქვენ უკვე გაიარეთ და ამით თქვენი ტრანსფორმაციის ჯილდო არის 10-იანი თასი. ეს არის კომფორტი, ეს არის სიმშვიდე, ეს არის სიამოვნება, ეს არის სილამაზე გამოწვეული თქვენი ოჯახური ბედნიერებით, თქვენი ოჯახური სიმყუდროვით, ასე ვთქვათ. გესურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩემო ძვირფასო გამოწერებო და არხის სტუმრებო, შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.